არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშულთან ერთად. საგანშიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, პარასკევია 7 საათია შესრულდა და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის რადიო იმედის პირდაპირ ეთერში ჩვენ ხვდებით ერთმანეთს, ანუ მე მიშა მიმინოშვილი გადაცემა X კოდის ამხანი და თქვენ ჩვენი რადიო მსმენელები. ნუ რის შესახებ არის გადაცემა უკვე ამაზე ჩვენ აღარ ვისაუბრებთ, რამე თუ უკვე ყავს ამ გადაცემას თავისი ერთგული მსმენელი, ყავს ამ გადაცემას ასევე მსმენელი, რომელიც პირველად უსმენს ამ გადაცემას, აი სწორედ მათ გასაგონად ვიტყვი, რომ თუ თქვენ არ აქვს საშუალება მოისმინოთ X კოდი პირდაპირ შეგიძლიათ შეგზავნით ინტერნეტში, მონახოთ რადიო იმედი, დაუმეგობრდეთ X კოდს და უკვე ნახოთ იქ უკვე ეთერში გასული გადაცემის ვიდეო ჩანაწერი. უბრალოდ დასურათებული ვერსია. ვიდეო ჩანაწერის მალე იქნება, იმიტომ რომ თუ ჩვენ მალე უკვე ეთერში სხვანაირად გავალთ, თუმცა ეს უკვე აბსოლუტურად სულ სხვა თემაა. ნუ რაც შეეხება ჩვენს გადაცემის დღევანდელ სასაუბრო შინაარს თემას, ეს გახლავთ, ნუ ყოველთვის როგორც ვამბობ ხოლმე, გადაცემა თავისით კეთდება და ყოველთვის რაღაცა სტიმული არსებობს, რომელიც ამა თუ იმ თემატიკისკენ გვიბიძგებს ჩვენ. და ნუ აი რამდენიმე დღის წინ კვლავ ნახეთ აი ბოლო დღეები მარსზე, ესე ქვია ახალ ფილმს, რომელიც 2013 წელს გამოვიდა, თუ არ ვცდები ბრიტანულ-ირლანდიური ფილმია. ნუ დიდი რაღაც ესეთი მხატვრული ღირებულებით და რაღაც თვითონ მსახიობთა ანსამბლითაც არ არის გამორჩეული ეს ფილმი, თუმცა იქ ძალიან საინტერესო ვერსია, ზუსტად ისეთივე, როგორც დაახლოებით ჩვენ ერთ-ერთ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ აპოლონ 13-ის ერთ-ერთი ვერსია, რომ სადაც იყო ნაჩვენები თემა თითქოს და მთვარეზე მოგზაურობა შეწყდა, იმიტომ რომ იქ ასტრონავტები წაწყდნენ რაღაცა უცნაურ ბაქტერიას. ნუ დაახლოებით ესეთივე თემა არის მარსზე. ნუ მარსი საერთოდ ზოგადად ძალიან საინტერესო თემა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე 2020 წელს თუ 2030 წელს ზუსტად არ ვიცი, ჩვენ აი ზუსტად 15-20 წელიწადში უკვე დაიწყება მზადება ამ მარსზე კოლონიის ადამიანთა კოლონიის შესაქმნელად, ანუ გარკვეული ჯგუფი უკვე იმუშავებს ამ მარსზე მუდმივად. ასტრონავტების მე რაღაც ესე იდეაც კი რაღაც რატომაც არ შეიძლება რომ ერთი ქართული მონაკვეთი ვიყიდოთ, ნაკვეთი ფული რომ მქონდეს, მაგალითად მე ამ იდეას წამოვაყენებდი, ნუ ეს რა თქმა უნდა ხუმრობა თუმცა ნახევარ ხუმრობა, რატომაც არა, თუ გაქვს საშუალება, ნამდვილად რომ მქონდეს საშუალება, რაღაცა მარსზე რაღაც პატარა კოლონიას გავაკეთებდი, ჩვენს DJ-ს ეკიმება. თუმცა იმის თქვა მინდა, რომ აი მარსის თემა ძალიან საინტერესოა, ძალიან ბევრი აღმოჩენებია მასთან დაკავშირებით, ძალიან სენსაციური ელფერს იღებს ეს აღმოჩენები და ნუ შეიძლება დაუსრულოთ მასზე საუბარი, თუმცა ეს იყო მხოლოდ დასაწყისი იმისა, ჩვენ დღეს აბსოლუტურად სულ სხვა რამეზე ვისაუბრებთ. დღეს, როდესაც თითქმის ყოველი კვირა არ გადის, როდესაც NASA ანებიურებს კაცობრიობას, NASA-ს მოგახსენებთ კოსმოსური სააგენტო ამერიკული, ის ანებიურებს კაცობრიობას სენსაციური ინფორმაციით სხვადასხვა თუნდაც მარსზე აღმოჩენილი სიცოცხლის კვალის შესახებ, ნაკლებად თუ და სხვადასხვა სიგნალების შესახებ, რომელიც ეს დიდი რადარები აფიქსირებენ. და ამ დროს ნაკლებად თუ ვინმეს ახსენდება რომ უდიდესი გამომგენებელი და მეცნიერი ნიკოლა ტესლა, რომელიც ჩვენ შეიძლება ითქვას რამდენიმე ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი ფავორიტია და მას რამდენიმე გადაცემაც მიუძღვენით, ნიკოლა ტესლა და ასევე არანაკლებ ნიჭიერი და ცნობილი მეცნიერი გულიელო მარკონი, რომელმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მათ მიერ შემუშავებული ესეთი რადიო მიმღებებისა და სხვადასხვა დანადგარების საშუალებით მათ შეძლეს, როგორც თვითონ ამბობენ, ამ პლანეტიდან მომდინარე სიგნალების და სიხშირების დაფიქსირება. ნუ ორივე მეცნიერი პირდაპირ აცხადებდა, რომ მათ მიიღეს აი ეს როგორი რაღაცა ცნობიერი არსებების, ვინ იყვნენ ესენი, ამაზე არ იყო საუბარი, მაგრამ გარკვეული ცნობიერი არსებების მიერ გამოგზავნილი შეტყობინება აი ამ ციური სხეულიდან, ანუ მარსიდან და რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია მაშინ არავინ არ აღიქვა სერიოზულად, მეტიც ეს თემამი განცხადებანი არა ერთხელ გამხდარა ამ მეცნიერების არასასურველი იმიჯის შექმნის მიზეზი. თუმცა ბევრი მკვლევარი დღეს მიიჩნევს
აღნიშნეს, რომ ამ მეცნიერების ასეთი რბილად რომ თქვათ არაპოპულარული იდეები არათუ სერიოზულად აღიქვეს მაშინ, რომ საკმაოდ სერიოზული ძალების ინტერესის ძალიან სერიოზული სფერო გახდა და ეს ინტერესების სფერო ერთმანეთს გადაეკვეთა და არ არის გამორიცხული, რომ მათი ესეთი მოულოდნელი სიკვდილი ჩვენ ვისაუბროთ. ტესლა არ იყო, ტესლას სიკვდილი პრინციპში როგორ შეიძლება ჩათვალ მოულოდნელს თითქმის 90 წელს მიღწეული ადამიანი იყო, თუმცა როგორც გითხარით, მას შეეძლო მან თქვა, რომ ის აუცილებლად 120 წელს იცოცხლება და მისი გარდაცვალება და აი ფილადელფიის ექსპერიმენტის დაწყება და ზუსტად მისი მიმდინარეობა ძალიან საოცრად იყო ერთმანეთში გადაძაჭული. მან ვარი თქვა, მე გითხარით კიდეც აი ამ ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებაზე და რადგანაც აი სწორედ ამ დღეებში გარდაიცვალა. ასევე ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა გილერმო მარკონიც და ამბობენ, რომ სინამდვილეში ისინი კი არ გარდაიცვალნენ, არის ესეთი ვერსია, არამედ საიდუმლო ლაბორატორიებში, ხშირად გვიწევს ხოლმე შელაპარაკი რაღაცა თემებზე, რომელიც ცოტა ღიმილის მომგვრელია, თუმცა ის არგუმენტები, რომელიც ჩვენ მოყავს ხოლმე ამ ღიმილს ოდნავ ცოტა სერიოზულად აძლევს და არიან მეცნიერები და მკვლევარები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი კი არ გარდაიცვალნენ, არამედ საიდუმლო ლაბორატორიებში განაგრძობენ თავიანთ სამეცნიერო მოღვაწეობას. მაგალითად, აი თუ დაუჯერებთ იგივე მარკონის გარდაცვალება, რომელიც ოფიციალურად 1927 წელს დაფიქსირდა, სხვა არაფერია თუ არა შეგნებული და მიზანმიმართული ინსცენირება იმისთვის, რომ რაღაცნაირად აი სხვა თავისი მომავალი მომდევნო საქმიანობა რაღაც ერგოლ ბურუსის კვალში გაეხვია. დღეს ჩვენ რაზე ვისაუბრეთ, ამას უკვე გეტყვით. დღეს ჩვენ მარკონის ნაკლებად გახმაურებულ და ასეთი სენსაციური ნაკლებად ცნობილ გამოგონებებზე ვისაუბრეთ, რომელიც აი ამ ლეგენდისა თუ ნახევრად მითის თუ რეალობის, ამას ჩვენ ვერ დავადგენთ, თუმცა რადგან არსებობს მკვლევართა ჯგუფი, რომელიც ამ იდეას იზიარებს, რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავაჟღერებთ ჩვენს გადაცემაში და აი იმ ცდებს ატარებდა, რომლის გამოც ის რაღაცნაირად აი ამ ცდებს ახლა დღეს უკვე საიდუმლო ლაბორატორიებში, სადაც სხვა მეცნიერები ასევე თითქოს და გარდაცვლილი მეცნიერები განაგრძობენ ცივილიზაციისგან შორს და ესენი თითქოს ანდებში ვულკანის ქვეშ არის ეს რაღაც სამეცნიერო იდუმალი ქალაქი და ჩვენ უნდა გავარკვიოთ დღეს, ჩვენ გავარკვიოთ მართლაც არსებობს თუ არა ასეთ საიდუმლო ქალაქი მეცნიერებისა, რომლებიც მმართველი კორპორაციებისა და მსოფლიო ბატონობის იდეებით შეფრხებული ამბიციური პოლიტიკოსებისგან მალულად აშენდა ეს ქალაქი ლათინურ ამერიკის ჯუნგლებში და სადაც გრძელდება კაცობრიობის პროგრესისთვის საჭირო მეცნიერული გამოკვლევები. ასე ისე მალულად, იმიტომ რომ უპირატესობა რაღაცა მეცნიერებას მიანიჭონდა არა დავუშვათ იმ ძალებს, რომლებიც მეცნიერების მიღწევისაგან რაღაც გარკვეულ ინტერესებს იღებს თავისი პირადი თუ რაღაცა ესეთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ასე შემდეგ. დავიწყოთ ნელ-ნელად ხრობა 1900 წელს ჟურნალ კოლიერში ტესლა აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით საუბარი პლანეტებთან, სადაც ამტკიცებს, რომ შესაძლოა ისეთი აპარატის შექმნა, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას დავამყაროთ ამ პლანეტასთან ენერგეტიკული კავშირი. თქვენ იცით, რომ ტესლა ის იყო უდიდესი ადამიანი, ჩვენ ამაზე არ შევაჩერებთ, ეს იყო ადამიანი, რომლის დამსახურება დღეს დაუმსახურებლად არის აღიარებული. ის არ არსებობს სფერო, სადაც ამ ადამიანს არ ქონოდეს გარკვეული მიღწევა და გითხარით კიდეც თუ რა უცნაურად აკეთებდა ის თავის აღმოჩენებს, რომ ის კი არ იგონებდა ეს მისი აღმოჩენები არ იყო შედეგი რაღაცა გარკვეული ფორმულებისა და გარკვეული ემპირიული ცნებისა, არამედ ეს იყო მას ყველაფერი ეს ქონდა წარმოსახული და ამას ამბობდა ისე თითქოს აი ცოდნა უკვე ქონდა და ამას ერთი პატარა ცდომილება მის ნახაზებში, ერთი პატარა ცდომილება მის ფორმულებში ან თუნდაც მის გამოგონებებში ვერ იპოვეთ. არ არსებობს სფერო, სადაც ამ ადამიანს წარმატება არ მიეღწია. და ტესლა მართლაც მუშაობდა ასეთი აპარატის შექმნაზე ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც 1905 წელს 5 წლით თარიღდება. ტესლა აცხადებს, რომ მან უკვე დაასრულა ამ აპარატზე მუშაობა და მზად არის დაამყაროს კონტაქტი, აი ხაზგასმით ვამბობ მარსთან. ეს სწორედ მარსი რაღაცნაირად არ არის დღეს ზოგადად ჩვენი სასაუბრო თემა, მხოლოდ რაღაცნაირად ის კვანზია, ერთგვარი კავშირი იმისა, რომ აი რაღაცნაირად ჩვენი საუბარი გაერთიანოს.
აი ამ პუბლიკაციას მოყვა დიდი გამოხმაურება პრესაში, გამოგონებელს დასინოდა ყველა, პირველ რიგში რა თქმა უნდა მისი კონკურენტი მეცნიერები, ასევე მისი ის ადამიანები, ვისაც შეეძლო ტესლას აი ამ ცდების დაფინანსება, მაგრამ აი რაღაცნაირად ისინი ხედავდნენ აი ეს ადამიანს როგორ უნდა ვენდოთ, როცა ასეთ აბსოლუტურ რაღაცებს იძახის, როგორ შეიძლება მას გადაუხოდოთ ფული, რა თქმა უნდა ესეთი რბილად რო თქვა ტესლა ძალიან ბევრმა მაგნატმა უხეშად რომ თქვა გადააგდო, იმიტომ რომ მას ჰქონდა გერდგვალი კონტრაქტები, მაგრამ სწორედ აი ესეთი მათთვის გაუგებარი და ესეთი აბსურდული ინტერვიუების გამო მათ თქვეს რომ აი ადამიანს რომელიც ესეთ სისულელებს ლაპარაკობს როგორ შეიძლება ვენდოთ და რაღაცნაირად დაუქმებდნენ კონტრაქტებს, თუმცა გარკვეულ მის აი ამ გამოგონებებსა და მის აი ამ ტექნიკურ მიღწევებს ისინი იყენებდნენ გარკვეულ დროით კონსერვაციას უკეთებდნენ მას და შემდეგ კიდევ ძალიან დიდ სარგებელს პოულობდნენ, თუმცა ტესლა როგორც იცით თქვენ ამით ძალიან არ ცხოვრობდა ისე როგორც უნდა ეცხოვრა და არ ცხოვრობდა ისე როგორც თუნდაც მარკონი, თუმცა მოდით ნელა ისე მიყვათ თხრობას და მინდა გითხრათ რომ 20-იან წლებში სენსაციური აღმოჩენა გააკეთა ჩრდილოეთ სიალის მკვლევარმა პროფესორმა შტერმერმა და მის მაგნუმის წევრებმა, როდესაც რადიო განმცემიდან გაგზავნილი სიგნალი ბრუნდებოდა უკან ეს სხვა თემა, თუმცა იმის თქმა მინდა რომ ის რაც გააკეთა ტესლამ მე-19 საუკუნის მიწურულს იგივე გააკეთა აი ამ 20-იანი წლების მიწურულს, ანუ მთლად აბსურდული ტესლას იდეა, ნუ ჯერ ეს არ არის დამტკიცებული რა თქმა უნდა სიგნალი მარსიდან ეს სხვა თემა, თუმცა ის თუნდაც ფიზიკურ დონეზე, თუნდაც რაღაც აი ასტროფიზიკურ დონეზე აი ეს ნახაზები და ის არგუმენტები რომელიც ტესლას მოყავდა არ იყო მთლად ესეთი თუნდაც სამეცნიერო თვალსაზრისით უკვაკდები და ბოლოს მარსიდან მიღებული სიგნალი არათუ მიიღო, არამედ გაშიფრა კიდევ ერთმა დიდმა და გამოჩენილმა მეცნიერმა გულიელმო მარკონიმ, რომლის გამოგონებებსა და ესეთი უცნაურ სამეცნიერო მიღწევებზე ჩვენ შევაჩერებთ ყურადღებას, მაშინ როდესაც ეთერში გაიჟღერებს პროფესორ ეთერში გავა საინფორმაციო გამოშვება, სარეკლამო ბლოკი და შემდეგ აი მოდით აი ამის შემდეგ უკვე დაბრუნდეთ აი ამ საინტერესო თემაზე საუბრით პირდაპირ ეთერში. ამოუცნობი, ამოუხსნელი, დამალული, შენიღბული. X-კოდი რადიო იმედის ეთერში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ უსმენთ გადაცემა X-კოდს, რომელიც ყოველ პარასკევს გადის რადიო იმედის პირდაპირ ეთერში და ჩვენ განვაგრძელებთ საუბარს გილიერმო მარკონის მეტად საინტერესო გამოგონებაზე. თქვენ იცით ამ ადამიანის შესახებ, იცით რომ ეს ადამიანია, რომელმაც ფაქტობრივად შექმნა უსადენო კავშირი, ანუ შექმნა რადიო, თუმცა ესე არ არის ცალკე, ესე არის, თუმცა ეს სადაო თემაა, რამე თუ ის რაც მან გააკეთა, რომ ძალიან ბევრი მკვლევარი მიაწერს ტესლას, თუმცა ჩვენი სასაუბრო თემა ეს არ გახლა, ჩვენ არ ვლაპარაკობთ მარკონიზე და არ ვლაპარაკობთ მის ზოგადად პიროვნებაზე და ზოგადად მის აღმოჩენებზე, არამედ საუბრობთ მარკონის იმ საინტერესო მხარეზე, როგორც მაგალითს იმისთვის, რომ აი ესეთი ტიპის მეცნიერები, რომლებიც ზოგადად ხან მიუხედავთ იმისა, რომ ძალიან სერიოზულ გამოკვლევებს აკეთებდნენ, მიუხედავთ იმისა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატებიც იყვნენ, მიუხედავთ იმისა, რომ საკმაოდ აღიარებული მეცნიერები იყვნენ, ასეთი ტიპის მეცნიერებს ჰქონდათ გარკვეული პრეტენზიები, თუნდაც რაღაც უცნაური რამ, მაგალითად აი გახსოვთ ტესლა, რომელიც ამბობდა, რომ მან როგორ მუშაობდა ის უსადენო დენის წყაროზე, ანუ როგორ ამბობდა, რომ მას შეუძლია დენი უსადენოდ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაიტანოს. ჩვენ ამაზე საუბრობდით და კიდევ ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, და ესეთი მეცნიერები, რომლებიც მეტად უცნაურ ვითარებაში იღუპებოდნენ, ასეთი მეცნიერები არსებობს ვერსია, რომ ასეთი მეცნიერები კი არ დაიღუპნენ, არამედ მოხდა მათი აკუმულირება, მოინახა გარკვეული სახსრები, ძალიან ესეთი სასაცილო და ზღაპარს გავს ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენი გადაცემა ერთგვარი შეიძლება ითქვას ფანტასტიკური ჟანრის ერთგვარ შეიძლება რადიო ვერსიად მიიჩნია, თუნდაც რაღაც ასეთი ჟანრისა, ასეთი ისტორიებისა და ეს არ არის საუბარი რაღაც მე თქვენ არაფერს არ გამტკიცებთ და არაფერს თავს არ გახოთ, უბრალოდ არსებობს რაღაცა ვერსია და ჩვენ ამას ვაჟღერებთ და თუნდაც აი საინტერესო რატომ უნდა მოვისმინოთ საინტერესო ვერსიები, მით უმეტეს, როდესაც მათ მეტნაკლებად
აქვთ გარკვეული არგუმენტები, ჩვენინება მივიღოთ ეს თუ არა, თუმცა არსებობენ არგუმენტები და ჩვენ შეგვიძლია ეს მოვისმინოთ და არც ისე დაუშვათ სულელურად ჟღერს ის, რასაც ერთი შეხედვით შეიძლება ღიმილი, რამაც შეიძლება ერთი შეხედვით ღიმილი მოგვარო, თუნდაც იმ ფაქტმა, რომ არსებობს თუნდაც ანდებში რაღაცა ქალაქი, საიდუმლო ქალაქი, რომელიც სწორედ მარკონიმ დაარსა, ამიტომაც ვლაპარაკობთ ჩვენ ამ ადამიანზე, ამიტომაც ვსაუბრობთ უბრალოდ მოკლედ გითხარით ჩვენ დასაწყისში, გადაცემის დასაწყისში ეს ვახსენეთ, მაგრამ ეს კვანძი რო არ დაირღვას და რო არ გიგონოთ რომ რაღაცნაირად ერთი ადგილიდან ერთ თემიდან მეორე თემაზე გადავდივართ, ჩვენ მარკონიზე ვსაუბრობთ სწორედ იმიტომ, რომ ნახოთ თუ რა მოიფიქრა ისეთი არაჩვეულებრივი ამ ადამიანმა, რომ ის გახდა დაუშვათ ესეთი ჩვეულებრივი იმპერიების მაღალჩინოსნების ინტერესების ესეთი დაინტერესების საგანი, რის გამოც იმან გადაწყვიტა, რომ მოშორებოდა მათ და შეექმნა ცალკე რაღაც ესეთი ქალაქი, სადაც მეცნიერები აი ესეთი ზეწოლის გარეშე შეძლებდნენ გარკვეულ თავისი კვლევის ჩატარებას და ისეთი კვლევების ჩატარებას, რომელიც ბევრისთვის იყო აბსურდული. ნუ ჩვენ საუბრობდით იმაზე, თუ აი მარსიდან მიღებული სიგნალის შესახებ ტესლას განცხადებას როგორი აჟიოტაჟი მოყვა და როგორ დასინეს მათ მისმა კოლეგებმა პირველ რიგში და ნუ მე რა თქმა უნდა ჟურნალისტებმა, რის გამოც მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა თავის დამკვეთებთან და ასე შემდეგ და მარსიდან მიღებული სიგნალი არათუ მიიღო, არამედ გაშიფრა, გითხარით უკვე წინა ნაწილში. კიდევ ერთმა დიდმა გამოჩენილმა მეცნიერმა, სწორედ ჩვენმა მთავარმა, ერთ-ერთმა მთავარმა გვინვა ჩვენ დღევანდელი გადაცემისა, გულიემო მარკონი. მან ამის შესახებ ასევე განაცხადა New York Times-ში, ისევე როგორც ტესლა 1921 წელს, მაგრამ ტესლასაგან განსხვავებით კიდევ მინდა გითხრათ, რომ ოდნავ მაინც მოგვიწევს მისი ბიოგრაფიული გარკვეული დეტალების მოხსენება. მისი რეპუტაცია და იმიჯი სავსებით შეესაბამებოდა დალაგებულს ვიტყვი ჭალებში, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით, იმიტომ რომ ტესლა ძალიან საკმაოდ დალაგებული იყო, თუმცა იცით რომ ის იყო მეტად ექსცენტრული ადამიანი, რაც ზოგადად საზოგადოებაში გარკვეულ ესეთი ეჭვს ბადებდა მის ადეკვატურობაში, თუმცა მისგან განსხვავებით ეს მარკონი საკმაოდ ესეთი საზოგადოებისთვის მიღებული კარგი მანერებს ფლობდა, ბოლო-ბოლო მეცნიერებისა და ნობელის ლაურეატი გახლავთ, რომელიც ჩემი აზრით ასევე ტესლას უფრო ეკუთვნოდა, ეს ჩემი პირადი აზრია და სხვადასხვა აი მარსისთან მიღებულ სიგნალებზე გეუბნებოდი და იმდენად იყო მისი სიტყვა ესეთი საზოგადოებისთვის ძალიან მისაღები, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ობსერვატორიის დირექტორის ბრძანებით, ეს აბსოლუტურად დადასტურებული დოკუმენტური მასალა, მისი ბრძანებით რადისტებს დაევალათ, ანუ ისინი ვინც ამ რადარებზე მუშაობდნენ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა უცნაური სიგნალების მიღების დროს და გარკვეული ეს ფიქსაცია მოეხდინათ სპეციალურ ჟურნალებში, იმდენად სათუო იყო და იმდენად დამაჯერებელი იყო მარკონის განცხადება. ტესლამ რო განაცხადა გაიღიმათ, მარკონი განაცხადა, რა თქმა უნდა, ესე რაღაცნაირ სერიოზულად მიიღო. თუმცა ეს პიროვნება თავისი აღმოჩენებით და ასევე საიდუმლო ბედით იქნება ჩვენი დღევანდელი ცენტრალური გადაცემის ცენტრალური ფიგურა, როგორც გითხარდა თქვენ, ნახავთ თუ რატომ ამბობენ, რატომ მიაწენენ სწორედ მარკონის აი მიდუმალი ქალაქის შექმნის იდეის ამ ორგანიზატორს, ამას თქვენ მიხვდებით. მეცნიერების მიმართ განსაკუთრებული ტოლო ამ ახალგაზრდაში ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოვლინდა, 20 წლის ასაკში მან შეძლო ჰერცის ცდების რეალიზება, ფაქტობრივად მან დაასრულა ის, რაც ჰერცმა დაიწყო და ელექტრომაგნიტური სხივების გავრცელების ეს თეორია ფიზიკაში კარგად არ ვარ გათვისნობიერებული და ბუნებრივი შეიძლება რამე არაზუსტად წარმოთქვა, თუმცა ზოგადად გეუბნებით თუ რა მიღწევები აქვს ამ ადამიანს და როგორ დაიწყო მან თავისი სამეცნიერო კარიერა. ერთ წელიწადში ჰერცის აპარატის აი პოპოვის ანტენის და ბრანელის სადენის საშუალებით მან შეძლო რადიო სიგნალის გავრცელება დიდ მანძილზე, თუმცა 1896 წელს მან ეს გამოგონება დააპატენტა. აქ მე მაინც მიმაჩნია, რომ დროსაც ტესლაზე ვაკეთებდი გადაცემას, რომ ტესლას გაცილებით ადრე ჰქონდა, უბრალოდ არ ჰქონდა დრო, რომ ეს ყველაფერი დაეპატენტებინა, უბრალოდ იმდენად ფართე იყო მისი და იმდენად განზოგადებული და ბევრი საქმე ჰქონდა, რომ ერთ კონკრეტულ თემაზე არ შეჩერდა, თუმცა აი სავსებით რეალურია, რომ მარკონიმ ეს ერთი კონკრეტული თემა აირჩია, დააპატენტა. აქედან მოყოლებული დამოკიდებულება ამ მეცნიერის მიმართ კარდინალურად შეიცვალა და მისი პოპულარობა თავრულ დამხვევის სისწრაფით გაიზარდა. ის მიემგზავრება ლონდონში, მინდა თქვა, რომ მას გარკვეული ფხაც ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ის იყო მეცნიერი და არაჩვეულების მეცნიერული დიდი გონების პატრონი, მას ჰქონდა ესეთი ერთგვარი ესეთი მენეჯერისა და ბიზნესმენისთვის დამახასიათებელი თვისებები. ის
კარგად ფლობდა დავუშვათ კარგად იცოდა ანგარიშიანი იცოდა თავისი გამოგონების ფასი და მთელ აი თავისი იდეის გაყიდვას და სერტიფიცირებას და მოკლედ აი ყოველივეს რაც კი ახლავს თან აი ესეთი მენეჯმენტური რაც კი შეიძლება მეცნიერს რაც ზოგადად არ აქვთ ხოლმე მეცნიერებს იმიტომ ისინი გონებენ ისინი წერენ ისინი იკვლევენ თუმცა დანარჩენს აკეთებს უკვე პროდიუსერი ან სხვა უკვე ადამიანი რომელიც ამაზე ფულს აკეთებს თუმცა მარკონი ამას ყველაფერს ერთმანეთში ათავსებდა და ნუ როდესაც აი მან ბრიტანეთში დაარსა ეგრეთ წოდებული სატელეგრაფო კომპანია რომლისგანაც დიდი შემოსავალი ჰქონდა ნუ დიდი შემოსავალს რომ ამბობ დიდი კერძ უზარმაზარი ფაქტობრივად 1900 წელს ეს გადაკეთა უკვე მარკონის უსადენო ტელეგრაფის კომპანიად უკვე როგორც თქვენ ის უკვე თქვენ ცნობილია და გითხარით კიდეც 1900 იმავე წელს მან განახორციელა პირველი უსადენო ტრანსატლანტიკური კავშირი ევროპასა და ამერიკას შორის რისთვისაც 1900 წელს გერმანელ ბრაუნომთან ერთად ნობელის პრემიას კი დაიმსახურა ფიზიკაში და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა რომ მორგანმა შეუწყვიტა ტესლას მისი ექსპერიმენტების დაფინანსება ვორდენკლიფის ეს სასამართლო ნუ მოკლედ ამაზე აღარ შევჩერდები რამთუ ჩვენ ტესლაზე არაერთხელ საუბრობდი და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდები თუმცა დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მარკონის უცნაურ გამოგონებაზე და ზოგადად მარკონისზე მოკლედ ასეთი აღიარების შემდეგ მარკონი ფინანსურად საკმაოდ მყარად დადგა მას ყველგან პატივით ხვდებიან ის აირჩიეს იტალიის სამეფო აკადემიის პრეზიდენტად ეს საკმაოდ დიდი პრესტიჟულია მეცნიერებისთვის და უდიდესი კარიერული წინსვლისთვის არის ფაქტობრივად საუკეთესო საოცნებო რამ მაგრამ აი გადიოდა წლები და მარკონი პროგრამად მიექანებოდა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ბილად რომ თქვა ესეთი ალტერნატიული მეცნიერების მიმართულებით რომელიც გარკვეული მისტიციზმის ბურუსითაც იყო მოცული ну ზოგადად მაშინ ესეთი ძალიან საინტერესო დრო იყო ეს მე-19 საუკუნის მიწურული და მე-20 დასაწყისი სადაც აი მისტიკა და მეცნიერება ერთმანეთში ისე იყო გადაჯაჭვული რომ სად თავდებოდა ერთი და სად იწყებოდა მეორე ამას ვერ მიხვდებოდი სიკლის ბოლომდე ის მალულად მუშაობდა გარკვეულ მოწყობილობაზე რომელსაც შეეძლო აი რაც უნდა საოცრად შეხედეს ამ ადამიანისგან რომელსაც შეეძლებოდა წარსულიდან მომდინარე ხმების დაფიქსირება ну ეს ესეთი იდეა ფიქსი ქონდა მას იდეა ფიქსად მას ქონდა კონკრეტულად გეტყვით რა რომ მას უნდა იესოს ბოლო სიტყვები მოისმინა და ჩაეწერა ანუ მას წამდა რომ ყველა ბგერა ამ სივრცეში არ იკარგება ის სადღაც აბსოლუტურად ფიქსირდება და გარკვეული ტალღების დაჭერით და გარკვეული ტალღების ტრანსფორმირებით შესაძლებელია მისი უკვე წაკითხვა ну აღებულ ნობელიანს ნიუ-იორკის ტაიმსის კორესპონდენტი უსვამს კითხვას თქვენ ნამდვილად გჯერათ რომ საერთო ტალღები მუდმივად არსებობენ მანუ პასუხობდი ახ მჯერა და თუ კი 10 წლის წინ გაგზავნილი სიგნალი ანუ ეს ტალღა ვერ აღწევს უახლეს ვარსკვლავს მაშინ სათქრება ის გზავნილი კონტაქტი სხვა ცივილიზაციებთან ოდესღაც შესაძლებელი ციტირებას ვახდენ ამიტომ რაღაც კითხვასავით გამომივიდა კონტაქტი სხვა ცივილიზაციებთან ოდესღაც შესაძლებელი გახდება და გამომდინარე აქედან ის რომ სხვა პლანეტაზე არსებობენ ჩვენზე უკეთესი პლანეტები სადაც ჩვენზე ცივილიზებული და ჩვენზე განათლებული ხალხი ცხოვრობს და ფლობს უზარმაზარ ინფორმაციას რომელიც ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობისაა ბუნებრივია ასეთი ინფორმაციის გასვლა ჩვენთვის და დამიწელებისთვის იქნება ძალიან წინ წასული რამ და ზოგადად ჩვენ ერთი საფეხურით კიდე წინ წავიწევით პროგრესში. ნუ ასეთი ადამიანი კიდევ ერთხელ ადამიანი ნობელის პრემიატი რომელიც აი ასეთ ინტერვიუს აძლევს მარკონი მაგიერო რომ მიიღებს სიგნალს სხვა პლანეტებიდან მაგრამ ჯერჯერობით არ აქვს შესაბამისი დამადასტურებული საბუთი. ნუ კიდევ ერთხელ ამით მან თავი დაიზღვია ტესლასაგან განსხვავებით რომ მას პირდაპირ თქვა რომ მე მაქვს საბუთები და მე თქვენ ამას აუცილებლად გიჩვენებ და როცა უთხრას მე გიჩვენეო ისეთი საბუთები უთხრა რა თქმა უნდა მათთვის ეს არგუმენტი არ იყო თუმცა ამ შემთხვევაში მარკონი მისგან განსხვავებით თქვა რომ მე ამაზე მუშაობ და ჯერჯერობით ამის დამადასტურებული საბუთები არ მაქვს. ნუ ახლა მე მანიშნებე რომ სოფლიო ჰიტის დროა ჩვენს ეთერში ნუ სოფლიო ჰიტი და საუნდტრეკი რომელიც ამ 2 საათის განმავლობაში ჟღერს ჩვენს გადაცემის თანხლები მელოდია და რაღაცნაირად ჩვენ თვითონ ვადგენთ ხოლმე რომ რაღაცნაირ შორს არ წავიდნენ ჩვენი თემატიკიდან მოდით მოვისმინოთ სოფლიო ჰიტი შემდეგ საუნდტრეკი შემდეგ გავიგოთ რა ხდება ჩვენს ირგვლივ საინფორმაციო გამოშვებას მიუგდოთ ყური და შემდეგ კვლავ დაბრუნდება ექსკლოდი რადიო მედიის პირდაპირ ეთერში. ამოუცნობი, ამოუხსნელი, დამალული, შენიღბული. ექსკლოდი რადიო მედიის ეთერში.